ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას შემოგვერთა მეორე სტუმარი ვაჟებ-შაველას ფონდის თავმჯდომარე და შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი. ქალბატონ ლელა, დიდი მადლობა რომ მონახე დრო და მობრძანდით. 14 ივლისი იყო ასე ვთქვათ საქართველოს კულტურის, სულის, მენტალობის სახელმწიფოს ერთ-ერთი სავიზიტო სულ რამდენიმე ხო? ბარათის ფენომენი. დიახ, ვაჟებ-შაველას. დაბადო როგორ ჩაიარა, რაღაც ცოტა მოგრძალებულად ჩაერთა, რა გეგმები გაქვთ და როგორ გეგმავთ, რა ღონისძიებები იგეგმება? მოგესალმებით ყველას, მართლაც ვაჟა განიხილება როგორც გენიოსი, როგორც პოეტი, მწერალი და ასე შემდეგ, ეს არის ერთ-ერთი ქართული ფენომენი. მანიშნებელი და ნივთმტკიცება იმისა, რომ ჩვენ ვეკუთვნით იმთავითვე ცივილიზაციის იმ ღირებულებათა სისტემას, რასაც ცივილიზაცია ქვია საერთოდ. არავის არაფერი უსწავლებია ვაჟებ-შაველასთვის, თითქოს აი ამოწოვა ფესვებიდან, საქართველოს ისტორიიდან და მიწიდან ამოწოვა ის ინფორმაცია, რაც ჭირდებოდა თავისი ცივილიზაციის ტოლი და გამსაზღვრელი ღირებულებების ჩამოყალიბებას. და ეხლა ადამიანების ინტერესი ვაჟას მიმართ აი 2 საუკუნე გავიდა, მთელი მსოფლიოს ინტერესი ვაჟებ-შაველას მიმართ ქართული კაცის და ადამიანების ინტერესი, ვინც მათ შეეხება, სწორედ ეს არის, რომ ამ ღირებულებებს ეზიაროს და განცვიფრდეს, გაოცდეს და თქვას, რომ თურმე ჩვენ ეს ავთენტური ყოფილა და არა სადღაც ნასწავლი და ჩვენი ადგილი კი არ უნდა ვიძებოთ სადმე, ეს არის ჩვენი ადგილი და პირიქით უნდა ვასწავლოთ სხვებს ღირებულებათა ის სისტემა, ის ჩამონათვალი, რომელთაც უნდა დაერქვას ქვეყანას თუ ადამიანს ცივილიზებული. ეხლა რაც შეეხება 14 ივლისი ჩვენ ავარჩიეთ ჩემმა ფონდმა და საერთოდ ჩემმა გარემოცვამ იმისთვის რომ ვაჟებ-შაველას დღესასწაულები აღვენიშნა ავარჩიეთ, იმიტომ რომ ჯერეთი ეს საკამათო როგორც იცით რამდენიმე ვერსია არსებობს ვაჟებ-შაველას აღნიშნული 15 მაისის 62 წლის მითითებული სოლომონ ყუბანიშვილის კვლევებით აქ აღნიშნული 26 ივლისი 27-ში ვაჟებ-შაველა გარდაცვალების დღეა და ამაზე არავინ არ დაობს. დავდაშორის იმ პერიოდში ბევრი თარიღი ასე არეულ-დარეულია და მიდის მისი დაწმენდა დაალაგება და კვლევები. ეხლა თუმცა სიმბოლურად უნდა ავიღოთ ეს ეხლა რატომ ავიღეთ? იმიტომ რომ ეკლესიურად ჩარგლის საეკლესიო დავთარში დაფიქსირებულია, დაწერილია ეს თარიღი და ვინ დაწერა? იქ ჩაწერა მისმა მამამ პავლე რაზიკაშვილმა, რომელიც იყო მოძღვარი ჩარგლის ეკლესიის და საერთოდ ეკლესიები აზრები მაშინ იყო ატარებდნენ არა მხოლოდ აზრზე სულიერი განვითარების და ღმერთთან ზიარების ფუნქციას, არამედ მაჩის ბიუროს ახლანდელი მაჩის ბიუროს ფუნქციას და იქ ადგილებზე, სადაც აი ხელისუფლება და ადმინისტრირება ვერ ხდებოდა ესეთი თემების, ამას ეწეოდა აზრები ეწეოდნენ ამას და ეხლა ძირითადად ყველა თარიღის დადასტურება დადგენა ხდება ხოლმე საეკლესიო არქივში და საეკლესიო დავთრებიდან ხდება მტკიცებულებების ამოღება ამა თუ იმ თარიღზე. ჩვენ ავირჩიეთ ეს თარიღი, ეს ხშირად ვამბობ ხოლმე, ეს თარიღი შეიძლება ერთ-ერთი მოსაზრება ვაჟებ-შაველას მამამ პავლე რაზიკაშვილმა ჩაწერა, იმიტომაც რომ ვაჟებ-შაველა როდესაც 8 წლის იყო, 8 წლის მიაბარეს თელავის სასწავლებელში, ბავშვი იყო ძალიან განვითარებული, მას უკვე შეეძლო ნებისმიერი დაუშვათ პროგრამის დაძლევა, სასწავლო პროგრამის დაძლევა, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა არსებობდა სპეციალური ასეთ სკოლებში 10 წლიდან 9 წლიდან უნდა მიიღოთ და ვაჟა იმისთვის რომ არ გაესწინა წელი, შეიძლება მამამისმა ესეთი ჩემმა დიდმა პაპამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო და მათ ბევრი ასეთი ასე ვთქვათ ცხოვრფლი გაიღო ბავშვების შვილების განათლებისთვის, პრაქტიკულად თელი ცხოვრება იცხოვრა ამ თაში დაბადებულმა კაცმა იმისთვის რომ განათლება მიეცა თავის შვილებისთვის და სამი მსოფლიოს მოქალაქე ეს რაც ცნობადია გაუზარდა, თუმცა ყველა შვილები მისი ღირსეულები იყვნენ და ამიტომ ავირჩიეთ ეს 14 ივლისი. თუმცა ახლა წელს 14 ივლისის აღნიშვნა მოგვიწია ცოტა მოკრძალებულად, იმდენად რამდენადაც უკვე დადგა და წლების მანძილზე არის მოცემულობა იმის რომ მუზეუმი საჭიროებს ძირფესვიან საფუძვლიან რეაბილიტაციას. მოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები მიდიან, ადამიანები, ქართველები ყოველ ზაფხულზე, ყოველ შემოდგომაზე და ის რაც ხდებოდა ჩარგალში იყო გზა კი არის. გზა უთიშორის არის, კარგი გზა და აიგო ამ ხელისუფლების პერიოდში, სადაც არ დაგებულა კომუნისტების დროიდან და რაღაცა ასეთ რაღაცებს და ჩუმად არიან ხომ ეხლა ჩვენ მშვენიერი გზატკეცილია, რომელსაც უფრთხილდებიან და საგზაო მუშაობს და ინარჩუნებენ გზის მთლიანობას, თუმცა მთის პირობებში შენობის მთლიანობის შენარჩუნება არის ურთულესი საქმე და ამ წლების განმავლობაში ისედნაირად გადაუარა ყველა გაზაფხულები პატარა სტიქია. ისედნაირად გადაუარა სტიქია მუზეუმს, რომ საჭიროებს აი საფუძვლიან ძირფესვიან რეორგანიზაციას, რეაბილიტაციას, ხელახლა აშენებას და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუზეუმის რემონტი. არა, მუზეუმი ვერ გარემონტება და მუზეუმი რამდენჯერმე გარემონტა ამ ხნების განმავლობაში და რამდენჯერმე გადაუარა ამ წყალდიდობებმა თან ისეთი ადგილი
წერილია იქ დინარის კალაპოტია. უყურეთ როგორ იყო თუ ვინც არქივში ნახავს. იქ იდგა ერთი დიდი წნორის ხე და ვაჟა-ფშაველას ზეიმები, აი მართლა პანთეონი რო იდგა ხოლმე ძალიან ადრე ბავშვობაში მახსოვს იოსებ ნონეშვილი, გიორგი ლეონიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, თელი პანთეონი იდგა იმ ხის ქვეშ პატარა სცენაზე და იქიდან მიდიოდა ხოლმე დღესასწაულები. წნორის ხე არის ის ხე, რომელიც მხოლოდ დინარის კალაპოტში დინარესთან ახლობს ხარობს და იზრდება უზარმაზარი ხე იყო. შემდეგ ეს ხე შეეწირა იმ ამბავს რომ აი გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმმა ფუნქციონირება დაიწყო და ამის გამო იქ უნდა მოედანი გაკეთებულიყო, ასე ვთქვათ, დინარეს წავართვით ეს მოედანიც, ეს ხეც და არტახებში მოექცა, ეს იყო 50 დაახლოებით 50 წლის წინ, ეს მთის მდინარეები მოექცა არტახებში, დიდი ხიდი გაკეთა და ასე შემდეგ, მაგრამ მდინარე მიძია შურის შემდეგ და 10 წლების განმავლობაში გამორეცხა. საოცარი იყო ხოლმე, როცა ადიდებოდა წყალი, ხან ერთ დამბას მიასკდებოდა ეს წყალი, გამორეცხავდა 1 წელი, 2 წელი დიოდა, მერე ადიდებოდა კიდე ძალიან ხან მეორე დამბას და მე ამან ის შარშან ისეთი სახე მიიღო, რომ ამ ერთი თვე არ გადაუღია წვიმებს და ამ გამორეცხილმა დამბებმა წამოიღეს ხიდით და წამოიღეს გაღმა მხარის ვაჟა-ფშაველას სახლი სადაც არის ქოხი, აი ეს დექტადაცვის ქონდებარია, წამოიღეს მეწყრული ის აი მიწა წამოიღეს, გასკდა ეგ მიწა და ისეთი თემა იყო, რომ 1 წლის განმავლობაში საკმაოდ სახიფათო იყო იმ ხიდზე გადავლა და წელს უკვე ამ სეზონზე ვიზიტორებს ვეღარ იღებდა ვაჟა-ფშაველას ქოხი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რამეა საჭირო, ხო ბევრი ძალიან აღშფოთებულია ეს რატო დროზე არ დაიწყეთ, როგორ უნდა დაიწყო დროზე, როცა უნდა შეისწავლო გეოლოგიურად ჯერ ერთი სადამდეა გადასარჩენი, სად შეიძლება ხიმინჯის ჩადება, სად შეიძლება მოინგრეს და კი ყველაფერს გეოლოგია, ყველა საინფრასტრუქტურის სპეციალისტი ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი კიდე ის არის რომ ამას რო შეისწავლი და გაგილა ზაფხული შეზღუდული ხარ, იქ ზამთარში ვერ მუშაობ. ნოემბრით თვითონ უკვე ვეღარ მუშაობ, სანამ არ გამოზაფხულდება, სანამ ყინვები არ გადავა, როგორც კი გადაირეცხება ეს მდინარეები და წყალდიდობები, მერე რამდენიმე თვე გაქვს და მოკეთ ეს უნდა მოასწრო ეს თემები. ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროში გზაგზაო დეპარტამენტში ტენდერიც მოგებულია, ტრაქტორები მუშაობს, დამბები აყრილია, ის მოყვებიან დაბლიდან თელ პერიმეტრზე მუზეუმის და სოფლის ერთად რაც ერწყმის ინფრასტრუქტურა, მოედანზე აყრილია დამბები, ძალიან დიდი სამუშაოები გეთდება და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე ამას დახვდება მზა პროექტი უკვე რეაბილიტაციის კულტურის სამინისტროს, არა მხოლოდ იქ დაუშვათ დარბაზების რეაბილიტაცია, ტემპერატურული რეჟიმები, გაფრთხილების, ექსპონატების გაფრთხილების რეჟიმები, არამედ ვცდილობთ და როგორც მინისტრს საუბრე ქალბატონ თინა თურუხაძე პირველ დღეებიდან მოხდა ისე რომ როგორც კი მინისტრი გახდა ჩვენ შევხვდით და იმიტომ რომ პრიორიტეტებში იყო მონიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის თემა და იქ დაულაგდით ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ განვითარება როგორც კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის. ისე რომ აი მასში იყვნენ სკოლები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და უნივერსიტეტები ვფიქრობ და უკვე დალაგებული გვაქვს და მუშაობთ პროგრამებზე, რომ ეს იყოს არა მხოლოდ ის, რომ ადამიანი ბავშვი მივიდა და სტუდენტი მივიდა და სკოლა მივიდა და კლასი მივიდა, გააიარა, გაირბინა ის ტრასა და უშუალოდ იქ რაც მოუყვენ მოამბეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ და წამოვიდა. არა, იქ დაახლოებით აი ლექციების სისტემა, აი ისტორიის, ლიტერატურის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების და კუთხურია, ფიტო მიმართულების, აი ეს სამკურნალო მცენარეების, სამკურნალო თვისებების შესახებ, აი უძველესი ცოდნა, ვისაც აქ დაგროვილი ფოლკლორის შესახებ, კუთხური სამზარეულოს მასტერკლასების და აი უამრავი მიმართულება, რომელიც განვითარებად შეიძლება და კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხა სოფლიოს მუზეუმებში არის ესეთი პრაქტიკა უკვე, რომ არის ჩაწერილი, ციფრულად ხდება სხვადასხვა ენაზე გიდები არიან, ელექტრონულად ხდება, აიღებს ის ელექტრონულ მოწყობილობას, დადის და ესე რა უყვება, აი რა პროგრამაზე და დაჭერ იმ ენაზე უყვება. აი ძალიან ბევრი მიმართულებით ისეთი სივრცე უნდა შეიქმნას, რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისეთი სივრცე უნდა შეიქმნას, შეიქმნას, რომ არა მხოლოდ ჩვენ ახლა ვაჟა-ფშაველათი დამოხტული ადამიანი მაინც წამოიღებს შტაბეჭდილებას, მუზეუმი და კი არა, მხოლოდ მთებში რო ავიდეს, იქიდანაც მოაქვს შტაბეჭდილება. ისეთი არის გარემო, გზა რომ რა თქმა უნდა, მაგრამ აი უცხოელი დაუშვათ ვიზიტორი რომ მივიდეს იქ აბსოლუტურად ეს სრული ახლა სრულად ვერა, მაგრამ პირველადი მაინც წარმოდგენა რომ მიმართულება მისცეს, მის ინტერესს ვაჟა-ფშაველას საქართველოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, აი შეექმნას, შეუზღუდავად ამ ადამიანს და
და არ ვეძებოთ. იქ მთარგმნელი, იქ შემდეგ არ ეძებოს დაუშვათ ინტერნეტში და ასე შემდეგ. მოგეთ ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ და წელს იმის ასე ვთქვათ არ იყო იმის საშუალება რომ აი ამ რემონტის პირობებში უსაფრთხოების ეხლა შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ გააკონტროლო, მაინც გადავიდეს იმ ჯებირზე, იქ ძალიან სახიფათოდ არის წამოღებული ხიდი და ასე შემდეგ. წელს ყავდა ორი სკოლა, სხვათა შორის მინდა აღნიშნო და არ მინდა დაუკარგო ამ ბავშვებს საქართველოს კიდე მაგალითი მისცენ, თავად ბავშვებმა ჩაატარეს წელს ვაჟაობა, ყავდა ორი სკოლა ასეთ რომელიც დიდი ხანი მეკავშირდება, სანამ ვაჟაობის დღესასწაულის დღე მოდის, ისინი ემზადებიან მთელი წელიწადი, ვაჟას ესეების კონკურსი აქვს, ისინი საიონის ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლა, უკვე მერამდენე წელია და მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჟაობა არის ეს, არა იქ ცეკვა სიმღერა ყველამ ვიცით და შემდეგ დაუშვათ დაგემოვნება ასე შემდეგ, ეს კარგია, რა თქმა უნდა, კი ბატონო, არ არის არავინ არ უშლის, მაგრამ ეს სკოლა მოდის მომზადებული ყოველ წელს ვაჟას ესეებით, გამარჯვებულის გამოვლენით, ეს აი ვაჟათი დამუხტული ბავშვები მოდიან და თვითონ იგებენ რომელ ადგილზე გავიდნენ, რომელია წარმატებული, თუმცა ყველა მონაწილე აქვს წარმატებული და მინდა აღვნიშნო, რომ ერთ წელს აი 3 წლის წინ მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პირველი ადგილი აიღო მარნეულის ერთ-ერთი სკოლის აზერბაიჯანული ეროვნების მოწაფემ და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ამით ვაჟას ესეებში წარმოგიდგენიათ ხალხო რა მაგარი რაღაცა ხდება და მეორე სკოლა კიდე სამხატვრო ათონელზე სამხატვრო სკოლა, რომელმაც ვაჟას ლიტერატურა, სამხატვრო მიმართულების სკოლა, ვაჟას ლიტერატურა მისცა ბავშვებს სამუშაოდ, ესეთი მეთოდი აქვს. დახატეს ამ ბავშვებმა, შექმნეს არაჩვეულებრივი გამოფენა, ამოიტანეს. წელს ვიძახი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ნაყოფიერი მომავალი თაობისთვის ვაჟაობა გქონდა ამხელა რემონტების და რეაბილიტაციის პირობებში. ეს მინდა და მეკითხა, რომ ძალიან კარგია ტურისტები, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი არის თვითონ ვაჟა რასაც ამბობს იმის გაცნობიერება ის რომ ის ვიცოდეთ ჩვენ ქართველებმა, ჩვენ მომავალმა თაობამ და ჩვენ ახლა მთელი ახალგაზრდობა არა ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უცებ დავდიქით აი ეს სინამდვილის წინაშე, რომ ჩვენ საზოგადოებაში უბრალოდ თაობის ადამიანებიც არიან, ახალგაზრდებიც არიან და მათ გვაჯობეს ჩვენ ქართულ ოჯახებს, რომლებშიც ისინი გაიზარდნენ, აჯობეს ქართულ კულტურას, აჯობეს ამას ვერ აჯობებს ვერავინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავლენით და მოექცენ სრულიად გაუგებარი, მიუღებელი, ჩვენთვის უცხო ასე ვთქვათ, ადამიანს უნდა გქონდეს მიმღებლობის უნარი, ყველას აქვს, ჩვენ ვერავის ვერ განვსაზღვრავთ სამყაროში, როგორ უნდა იფიქროს, როგორ არ უნდა იფიქროს. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ის უნივერსალური ფასეულობები, რაც გადმოცემული არის ქართულ კულტურაში და რისი სავიზიტო ბარათი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ვაჟა-ფშაველა. როგორ მოხდა ეს? რატომ გვაჯობეს? ვაჟა-ფშაველა თავისი პერიოდით, როცა მოვიდა საქართველოში, თავისი ღირებულებებით და თავის ცხოვრებით, ფოთაშორის შეიძლება გზამკვლევად იქცეს დღეს და აი თქვენ რაც ბრძანეთ ახლა ქართული ოჯახების და აი ქართული მარტო გაკაცრა და აღარ გამოვიდა. მხოლოდ განათლების სისტემის ბრალი არ არის. ჩვენ მოსწავლეებს მძიმე შედეგები აქვს დაწყებით კლასებში. დაწყებით კლასში მასწავლებლების და სკოლის გავლენა და განათლების სისტემის არ არის. ეს არის ოჯახის გავლენა, მშობლების, ანუ ჩვენ პრობლემა, სოფლიოს გავლენა. არა, სოფლიოს 6 წლის ბავშვს რა უჯავი, სოფლიოს გავლენა, დედა და მამა, რომელიც ვერ აძლევს და მამაზე ახდენს სოფლიო გავლენას და შემდეგ გადასცემს ეს. ხო, მაგრამ ნუ რა ვიცი ხო არ მინდა ამაზე კამათი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ყველა რგოლში გვაქვს პრობლემა. ეს არ არის მარტო განათლების სამინისტროს პრობლემა. ეს არის ჩვენი თითოეულის დასრული მოქალაქე საქართველოს ქართველის პრობლემა. ხო, აი ვაგრძელებ ვაჟა-ფშაველა თავისი პერიოდით, თავის შემოქმედებით, თავის ცხოვრებით და განსაკუთრებით იმ გარემოთი, რაშიც ის მოვიდა და დაიბადა, არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და გზამკვლევი დღევანდელ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს. ჯერ გავანებოთ თავი იმას დავასრულებ ვაჟაობის დღესა და ვაჟას დღესასწაულების თემას, ვაჟას დღესასწაული შეიძლება არ აღნიშნოთ ჩარგალში და აღნიშნოთ ჩვენში ყველა ადამიანმა იმით, რომ მე მოვკლავ დედას, მივახჭობ მამას, არ ავყვეთ, არ დავდგეთ ამ პლატფორმაზე, გავიტანოთ ადამიანები, გვიყვარდეს ბუნება, სიკეთის კეთების სურვილით ავდგეთ ყოველ დღე და ადამიანს თუ ვერ უგებთ, შევეცადოთ სიკეთით
ხელის გაწვდენით, პატიებით და ადამიანური საუბრის ფორმით გავუკვეთ ერთმანეთს და მტერსაც კი მოусმინოთ. ამით შეგვიძლია ვაჟას დღესასწაული ყოველდღე აღვნიშნოთ და გავიზარდოთ. და მე მოდი ჩვენ ახლა ერთმანეთს უთხრათ და საქართველოს უთხრათ რომ ვაჟა-ფშაველა რომ პერიოდი დაიბადა და მოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა რა პერიოდი იყო ის. ზუსტად ეროვნულ იდეას შეასკდა გლობალური იდეა პროლეტარიატის რა ქვია დიქტატურის აი ამ ფესვების უკვე გაძლიერების და დალაგების კლასობრივი დიქტატურის და კლასობრივი ბრძოლის მოკალი ჩაქოლე და ასე შემდეგ შერიგების კი არა კლასობრივი ბრძოლა რა იყოთ ამ კლასმა უნდა გაიმარჯვოს და ის კლასი უნდა გაანადგუროს ხო და ამ თემამ მოიცვა მთელი მსოფლიო და შეიპყრო საქართველოს ხარ საქართველოს როცა აი პლანვარია პარიზის იმ პერიოდში პარიზში რაც მოდაში შემოვიდა და ერთ კვირაში საქართველოში იყო როგორ იყო ხომ ეს უკაც მარიცის მაშინდელი კომუნიკაციის პირობებში ასე იყო ხო და მთელი მსოფლიოს იდეოლოგია დააწვა ეროვნულ იდეას და ეს იყო ილიას გზა ხომ ეროვნული იდეა რისი გამგრძელებელს და რისი რაინდიც იყო შემდეგ აი ამ სამოქალაქო მიმართულებით ვაჟა-ფშაველა და აბა გავიხსენოთ რა წნეხის ქვეშ იყო ილია ჭავჭავაძე ხო თქვენ ჩვენ ახლა გვიკვირს რომ ადამიანები თქვენ ამბობთ რომ დაწოლა მიდის მშობლების თაობა გვაჯობეს და ასე იყო მაშინ კომკავშირლების თაობა იზრდებოდა და პროლეტარიატის დიქტატურის და კლასობრივი ბრძოლის იდეებით შეპყრობილი ახალგაზრდობა მოდიოდა და თელავდა და ქუსლის სრისავდა ეროვნულ იდეას ილია ჭავჭავაძეს დევნიდნენ ილია ჭავჭავაძეს ლანძღავდნენ ვაჟა-ფშაველასაც დევნიდნენ ერთადერთი რასაც ვაჟა-ფშაველას თემაში როგორ იყო იცით უფრო ეს მთაში იყო მე რაღაც აი კლასობრივი ბრძოლის თემაში არ გამოდიოდა მემამულეთა კლასიდან არ იყო გამოსული და შეიძლება რაღაც წრეებში ეს მას იცავდა მაგრამ როგორ იყო იცით შემოტევების ის იყო ძალიან ბევრჯერ ქონდა ობიექტი ძალიან ბევრჯერ ქონდა მას კამათები ახალგაზრდა თაობასთან რომლებიც ეუბნებოდნენ რომ თქვენ გლეხები წარმომადგენელი ხარ ჩვენ გვერდით უნდა იყოთ და ამ პროლეტ მწერალი ბოდი ესე ვთქვა პროლეტ მწერალი უნდა გახდეთ და ასე შემდეგ და ვაჟა-ფშაველამ რატომ დაწერა პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი მაშინ მოცემულობა იდგა ასეთი და სხვათა შორის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი უფრო ესე იგი წარე და მძაფრი ვიდრე დღეს იმის საშუალება მაინც არის რომ დაარქივებულია ყველაფერი ელექტრონიზებულია ყველაფერი და ადამიანს შეუძლია ნებისმიერი მიმართულების ინფორმაცია გაიგოს და დაეწაფოს შეიძლება გაიტაცოს დროებით რაღაცა აი ამ გლობალისტურმა მაშინდელი ზუსტად იგივე თემა მიდის გლობალისტურმა იდეებმა მაგრამ მოbrunდეს და შემდეგ დაინტერესდეს და რა თქმა უნდა და სხვათა შორის ტროცკის რო ქონდა ეს იდეები იმას ახლა ისეთ მძაფრად ვერ ბედავენ მაშინ იყო თუ იყო და სხვათა შორის თავს მოხვევა რა თქმა უნდა თავს მოხვევა ძლიერი იყო დაუცველი იყო საზოგადოება უყურეთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რატო არსებობდა იმიტომ რომ ადამიანს მაშინ იყო მოცემულობა ეს საქართველოს ფრონტის ხაზი განათლებაზე გადიოდა და შე როცა განათლების მიღების დროს ადამიანს ბავშვი იყო თუ გზასული ადამიანი სწავლობდა ზოგჯერ განათლებას მაშინ პირდაპირ პროლეტარიატის იდეებში აჩაჩებდი ხო ის ადამიანი შენთვის დაკარგული იყო და ამიტომ უფრო მძიმე სიტუაციაში იყო ვაჟა-ფშაველა და სხვათა შორის მისი ოჯახის ისტორია საქართველოს ისტორია რომ აი ამან მაშინ გაიმარჯვა გლობალისტურმა ამ სასტიკმა მიმდინარეობამ სოფლიოში გაიმარჯვა და რუსეთში ისე სასწაულად გაიმარჯვა რომ აი მეფის რუსეთი რომელიც ასე თუ ისე ევროპის ნაწილი იყო და მონარქისტული ოჯახი ევროპის ნაწილი იყო პრაქტიკულად იმაზე უარესი მიიღო კაცობრიობა კომუნისტური და ბოლშევიკური დიქტატურის და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ეროვნული იდეა არა მხოლოდ სიცოცხლე განადგურდა ვაჟა-ფშაველას და მისი ოჯახის არამედ მისი იდეალების ბრძოლას დაიწყო ხო მაგრამ გავიდა 10 წლეულები და ხელახლა ასე ვთქვა და აი ამოვიდა და გაემოეფინა მთელ სოფლიოს და ის რა იდეალებს ჰქონდა ვაჟა-ფშაველას მიუხედავად მაშინ ღმერთმა უკნას ეხა და აი გზამკვლევი ვიპოვოთ ტროცკისტულ ბოლშევიკურმა აი ამ გლობალისტურმა იდეებმა მაშინ დაუშვათ უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიღეს და ჩვენი საქართველოს წაიღეს ტყვეობაში 70 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ რომ ეხა შეიძლება იყოს გზამკვლევი და უნდა დავინახოთ რომ არაფერი არ ხდება უცნაური იმის არ იყოს შექსპირის არ იყოს ყველაფერი კარგად ნაცნობია და უნდა გადავიხედოთ იქით და გამოვიტანოთ მაგალითები და უნდა არ უნდა ვიტიროთ ჩვენ უარესები გადაგვიტანია და უართელი არა მე არ ვტირი მე ვერ მივხვდი რატომ აი ასე ეს მაშინაც გავლენა იყო ეხაც გავლენა იყო და საშუალება აი თქვენც ბძანეთ რომ და ვაჟა-ფშაველას ეს იდეა ეს ღირებულებათა სისტემა რომელიც ჩამოთვალა და
მიცა საქართველოს და რა თქმა უნდა ახალი არ იყო და მოდიოდა 3000-ლოვანი საქართველოს დაუშვა ცივილიზაციის ისტორიიდან ორგანული ნაწილი იყო და ავთენტური იყო ასე ვთქვათ აი ესეც ახლა ჩაირეცხა ყველაფერი და იდეები დარჩა იდეალები და ღირებულებები დარჩა და მით ოქვია მას მარადიული ღირებულებები საერთოდ ზოგადად ჩვენ რას ხედავთ ახლა მაშინაც ესე იყო და ახლაც ღირებულებებთან ბრძოლის აი ასე ვთქვათ სისტემა შეიქმნა და აი ჯგუფები შეიქმნა ძალიან დიდი ორგანიზებული ჯგუფები შეიქმნა მსოფლიოში ღირებულებების შეცვალა შეიძლება მას რაღაც ზოგს ნათელი იდეალები აქვს და ასე შემდეგ ახლა რო მარადიულთან ყველა მარცხდება ასე რო გეკითხათ ახლა პროლეტარებისთვის კაცობრიობის ნათელი იდეალებისთვის იბრძოდნენ ისინი და თავსაც ირადნენ და ზოგიერთი მართლა შეეროდა და მოწამეები ყავთ თავიანთი მიმართულებით იმ ხალხს თავი შეწირეს ამას მაგრამ ჩაირეცხა ეს ყველაფერი და ღირებულება მარადიული მით ოქვია რომ დარჩა ის მარადიულად და როცა ამოისუნთქებს სოფლიო და მშვიდობა დამყარდება მე ვიაზრებთ ხოლმე რამ გადაგვარჩინა ისევ მარადიულმა ღირებულებებმა ისე მე იმ წრეზე რა თქმა უნდა იმ წრეზე მიდის ახლა და მე ჯერა იმის რომ ეს წრე ჩაივლის თან იქნებ გადავრჩეთ ისე ჩაიაროს ამ ტალღამ და ამ ცუნამმა რომ დაისმინდოს და მარადიული ღირებულება როგორც კლდე როგორც აი ალმასის კლდე ისე გამოჩნდეს და დავინახოთ მოვბრუნდეთ და მის სხივებს შევხედოთ რომ აი თურმე რატომ ქვია ამას მარადიული და აი თურმე რა ყოფილა მნიშვნელოვანი და რა ყოფილა მართალი სხვადასხვა მე ხშირად მიფიქრია ბავშვობაშიც ვფიქრობდი შემდეგაც ეხლაც ვფიქრობ რომ აიგივე რუსთაველი ვაჟებშაველა ღმერთმა ხო მოინდომა და ქართულ ენაზე რომელსაც ძალიან ცოტა ხალხმა იცის დედამიწაზე რატომ დაუმალა დანარჩენ კაცობრიობას აი სულ მაწუხებდა ეს კითხვა რატომ დაუმალა ლაზარეს აღგინებას აი რა თქვენ როგორი ახსნათ თქვენ როგორ ახსნით ამას რაც ახლა ეს ისეთი ვიცი რა ცოტა ისეთ თემას მაგრამ მაინც მოდი ახლა ზოგად პასუხსაც გეტყვი შეუცნობელ არიან გზანი უფლისა დამარხული არის ქართული ენა ხო იცით ახლა გავყვები ძალიან არ მინდა გავყვე იმას არ ვარ ამაში ექსპერტი მაგრამ მეც ვარ ადამიანი რომელიც ვიცი რომ მიწადაც არსებობს და მე ვარ ჩვეულებრივი უფლისშვილი ძალიან ბევრი რამე არ ვიცი და არსებობს საიდუმლო ქვია ამას დიახ ერთი რამ შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი იქით მიდის რომ რაღაცერად საქართველოს წინდება ხო ხან იქ ამოანათა ხან ჩვენმა ფიზიკურმა ხან ნიჭმა ამოანათა და ნელ-ნელა ძალიან ანათებს ნელ-ნელა ხო ამოვწყდით რა ძალიან ისეთი მიმართულებით და გაოცებულები აი პოდკასტებს უსმენ ხოლმე სპორტის მიმართულებით თეატრის მიმართულებით კინოს მიმართულებით და სპორტის მიმართულებით ძალიან უკვირთ ხოლმე ამერიკელებს ერთ-ერთ წამყვანს უსმენო ხო აი ესეთ პატარა ერმო ამდენი ჩემპიონი ამდენი ძლიერი ამდენი ჩემპიონი ხო არ არის მხოლოდ ფიზიკური მომზადება არა ისა ეხლა უკვე თანამედროვე სპორტი გონება ჭკუა თავის გაპიერება ინტელექტის კრება რომელიც მართავს შემდეგ ფიზიკურ შესაძლებლობებს ნერვები და ფსიქოლოგია ფსიქიკა და გაოგნებულები იყურებიან აქეთ რომ რანაირად როგორ შეიძლება ამ 3 მილიონიანმა ერმა ეს შექმნას ხომ აი ეს არის რაღაცნაირი ამობწყინება და რა ვიცი ახლა თუ განათლებითაც მივეხმარებით ყოველი ენა განიკითხების ქართული ენითა შეიძლება მე ვერ მოვესწრო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ღმერთმა იცის ეს ახლა საოცარია ვაჟებშალოს კიდე რა აქვს ისეთ საოცრება ხშირად ვამბობ ხოლმე აი ვერცხავსანი ესა ვერ წარმოიდგენ ამიტომაც შეიძლება ხელშესახები არ არის ავტორის მისტიურიად მისი ცხოვრებით მოუძებნა ხო მაგას იმიტომ რომ არ შეიძლება ეს წარმოიდგინო რომ ადამიანმა დაწერა იცით ეს ვერაფერ ვერ გაიაზრებ არა ვაჟებშალოს აქ ბუნოს ასეთი რამ ვერცხავსანი ძალიან ზემოდან არის და ცოტა ინტელექტიც უნდა ადამიანი რომ დაიბადება გაიზრდება რაღაც შემეცნებით იმ დონეს უნდა მიაღწიოს რომ მიიღოს და ვაჟებშალოს აქ საოცარი თვისება თუნდაც აი ვერცხავსნისთვის და სამყაროს აღქმისთვის მოამზადოს ადამიანი დაბადებიდან ფეხის ადგმიდან და პირველი სიტყვებიდანვე ისე უცნაურად ისე ლამაზად ისეთი სინათლით შებძანდება და მოეფინება ბავშვის გონებას რომ იათი შლის ნუკრით ჩხიკვით ამით და ისეთნაირად შევა ბავშვის გონებაში და იზრდება მასთან ერთად დიდი სიკეთესავით მთელი ცხოვრება მას არტოვებს და მე ის ამზადებს რუსთაველისთვის რა ვიცი კანტისთვის ეგელისთვის და ყველაფრისთვის და ყველაფრისთვის გურამიშვილის ამზადებს ყველაფერს და მე აირჩევს გზას გურამიშვილი ალთოელი კანტი ჰეგელი თუ ასე შემდეგ აი ეს აქვს ძალიან საოცარი ამ ადამიანს და ეს არის გასაფრთხილებელი და ეს არის გამოსაყენებელი ადამიანის განვითარების ენის ადგმიდან ბოლომდე ყველა ეტაპზე და მე მგონია რომ მუზეუმის ფუნქციაც საგანმანათლებლო ფუნქციაც სუფთა დაფასავით არის ადამიანი და უნდა დაწეროს ეს თავიდანვე და მიიღოს
მოგიყვანოს ბოლომდე მე თუ ვაჟას სივრცეში ვაჟას სინათლეში შეუშვებ ადამიანში ის თავისი გაატარებს აი ხელჩაკიდებული ატარებს ნებისმიერ ადამიანს სიკეთის ვაჟკაცობის და ღირებულებების გზას დიახ და ღმერთის გზაზე კი ბატონო რა თქმა უნდა თავის ქალბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ნახვამდის ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთს